დავით მჟავანაძე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი არის ახლა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით დავით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პრინციპში ალბათ მიუხედავად იმისა, რომ 36 ტომის შეუგროვებია ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას, ეგრეთ წოდებული მტკიცებულებების სახით, რაც აი ამ ახალ საქმეში ჩადო და გადასცა დღეს ადვოკატებს, ალბათ სამართლებრივად ამ ბრალის განხილვა სრული აბსურდი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ივანიშვილის ხელში აღარ არის საქართველოს უკვე დიდი ხანია. ანუ პოლიტიკურ კონტექსტში ის რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც მიდის დიქტატურისკენ მის მიერ გათვლილი ნაბიჯებით, ეს არის ერთი დიდი მყარი ნაბიჯი მის გეგმაში, მაგრამ როგორ უნდა უპასუხოს ახლა ამ ყველაფერს საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, ალბათ თქვენთვისაც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რომ ხო ივანიშვილის ჟანრის ლოგიკაში ჯდება ეს ყველაფერი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად არ იყო მოულოდნელი არც ჩვენთვის და არც თავად პოლიტიკურ ლიდერებისთვის, ვინც ციხეშის ხედან და მათი განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, აბსოლუტურად გასაგები იყო. სხვა შორის ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ცოტა ესე იმედგაცრუებული ვართ ბჭყალებში ქართული ოცნებით, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა ასეთ რაღაცას აანონსებენ, ან გადატრიალების საქმეს იწყებენ, ან რაღაც მსგავსი ბრიფინგი აქვს, ყოველთვის გონია რომ აი რაღაცას ან შეთხზავენ, ან რაღაცას გააკეთებენ ისეც, რომ აი თითქოს მეტად დამაჯერებელი იყოს. აი ეს ხო მათ ხალხს ხო უნდა დააჯერონ, რომ აი მართლა ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე გადატრიალებას უწყობდა ამ ქვეყანაში იმას, ხო? ეს ხო და ყოველ ჯერზე ისეთ აბსურდს ლაპარაკობენ და აი რაღაც საჯარო წყაროებში მართლა რასაც ლაპარაკობთ, რომ რაღაცა ივანიშვილი დასასანქცირებელია, იმიტომ რომ ქართულ ხალხს უკეტავს მომავალს, ხო? იმიტომ რომ რაღაც დაარღვია ადამიანის უფლებების ცემს და აწამებს ადამიანებს, თურმე ეს ყოფილა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ის ნაბიჯები, ხო? ისეთ აბსურდს ლაპარაკობენ ყოველ ჯერზე. და ასე იყო წარსულშიც, ხო, რავი. ხო, მაგრამ აი შიდა მოხმარებისთვის ხო გაზდის ეს და ნახეთ, შიდა მოხმარებისთვისაც კი სუსტი არის. ეს ყველაფერი იმდენად არაფერს არ ეფუძნება, იმდენად აბსურდს ეფუძნება. არაფერი მართლა არ არსებობს. მე თვითონ მაქვს ამ ხალხთან ერთად გატარებული მთელი ეს პოლიტიკური წელი და პროცესი, ხო? ამ 4-ვე ლიდერთან, ხო, მელია, გვარამია, ჯაფარიძე, ხო, და არაფერი არ თქმულა არასდროს იქ ისეთი და არაფერი არ დაგეგმილა, ისეთი რაც ესე საჯარო არ იყო, ხო, ვიყავით ჩართული მანიფესტაციებში, მანამდე ვიყავით ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ვაკეთებდით ყველაფერს კონსტიტუციურობის და დემოკრატიულობის ფარგლებში იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ცვლილება მოგვეტანა. მართლაც იყო ცვლილების შესაძლებლობა და მართლაც იყო ამის რეალური საფრთხე ივანიშვილისთვის და გააკეთა ის, რაც გააკეთა, ხო, კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო და ეხლა ეს კონსტიტუციური გადატრიალება შემოგვიტრიალა ჩვენ, რომ თქვენ აწყობთ კონსტიტუციური გადატრიალებას და პირიქით ჩვენ გადმოტრიალებას ვთვლით ამ ქვეყნის, რომელიც მაგან გადაატრიალა ჯერ 26 ოქტომბერს, მერე 28 ნოემბერს და მთელი იმის შემდეგ ყოველი დღე უფრო ვარესია ვიდრე წინა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რასაც ეხა აკეთებს ეგ და ეს რაღაც რეპრესიების თითქოს რაღაც კორიანტელი, ეგ არ არის მისი სიძლიერის გამოვლინება, ანუ მას რომ ისე როგორც უნდა, ისე რომ მიდიოდეს პროცესი, აქამდე არ მოვიდოდა ეს ყველაფერი. და დავით და მათ შორის ლეგიტიმურობას მის თუნდაც ირიბად, თუნდაც რაღაცა მცირე ხარისხით ან ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ ვინმე რომ ცნობდეს და ეს ხო ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც და მიზანიც ივანიშვილის ეს არის, რომ მე უარეს გავაკეთებ, თუ არ მოხვალთ და ვინმე არ დამელაპარაკებ. კი, ნახეთ ეს უარეს გავაკეთებ. შანტაჟის გვეჩემება რომ გააკეთებს უარეს, მაგრამ ჯერ ეს ერთი ვერ აკეთებს ამ უარეს, თავისი ლიმიტებია, ხო? რამდენი კანონი მიიღო, ჯერ ჯარიმები, მე ეს დაპატიმრება ქუჩის გადაკეტვის გამო. მაინც არ მუშაობს ეს კანონი. ეხ გუშინაც ვიყავი აქციაზე და 1500 პოლიციელი ყავდათ გამოყვანილი, რომ ქუჩა გადაკეტილი. აი, ნაბიჯზე უკვე შედეგს იღებს, ხომასია, უკვე შეგვიძლია თქვათ, რომ აი ამ კანონმაც არ იმუშავა ნამდვილად. შარშან ამბობდნენ, რომ 9 წლამდე ეს პროტესტი როგორ მიაღწევს. კი ბატონო, ხო, რამდენი დედლაინი იყო. მე 20 იანვარი ვიხავ ტრამპმა და ეგრევე დაულაგდებითო. მე რაღაცა იქ მე ზაფხული ანუ არაფერი არ ახდა ისე რასაც ამბობდნენ, არაფერი. ეხა ამ ლიდერების ციხეში რო არის ეს ხალხი, ხო? აბა კომისიას მოვლენ აუცილებლად, გირაოსაც გადაიხდიან, რაღაც ეგეთი განწყობა იყო. რა თქმა უნდა, ამათმა პრინციპულად, თანმიმდევრულად მიყვნენ ამ პროცესს, ციხეში წავიდნენ და არ დაუხევიეთ მაგაზე უკან და ეს მათთვის არის გაუგებარი. და ეხა რა, აი ციხეში ყოფ ადამიანებს კიდე ზემოდან ბრალს უმატებენ, რაღაცას თითქოს რამეს ნიშნავდეს ეგ მათთვის. ხო, აი იწურება, ეხა მაგალითად ზურას უწევდა დეკემბრის შუა რიცხვებში უკვე ციხიდან გამოსვლა და შოთა თუთბერიძეც ამბობდა, რომ ნუ მიზანი ხო ეს არის რა, რომ ვერასოდეს ისინი ციხიდან ვერ გამოვიდნენ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება. აი ბიძინა ივანიშვილს ვიდრე არ მოუნდება. მანამდე რო ციხეში არ იყვნენ არც ეს ადამიანები და არც ის ხალხი, ვინც უდანაშაულოდ ჩაყარა იქ და ყოველდღე კიდე უმატებს და უმატებს სინდისის ახალ პატიმრებს, ამისთვის რა უნდა გააკეთოთ თქვენ? ალბათ აი ეს მიწოლის ეფექტი მხოლოდ იქიდან რო არ იყოს და აქედანაც უფრო ეფექტური იყოს. კარგი კითხვა არის, აქამდეც და განსაკუთრებით ამ პროცესების შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ მეტი ორგანიზებულობა და მეტი კოორდინაცია
გჭირდება. სპეციალურად ვიყენებ აი ამ სიტყვებს და არა რაღაც ერთიანობა და იმიტომ რომ ცოტა ეს სიტყვები დაზიანდა, ოღონდ რა თქმა უნდა ამას გულისხმობ, როცა ამას ვამბობ რაღაცა. იმიტომ დაზიანდა, დავით რომ რამდენჯერაც ერთიანობაზე ილაპარაკეთ, იმდენი უარესა განხეთქილება ხო? კი, შემდგარი ფაქტი იყო, რამდენიმეჯერ იყო მნიშვნელოვანი ერთიანობის დაზიანდა. ამაში ყველა თავის პასუხისმგებლობა აქვს, ჩვენს თუ ჩვენი პასუხისმგებლობა აქვს. მართლა მზად ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ და თუ იმე მიგვითითებს, ნამდვილად ამას გავითვალისწინებთ. გონია რომ მაინც რაღაცა ცოტა სხვა მხარეს იყო ეს ასე თქვა დაზიანებები ამ პროცესის ხო, ხან არჩევნებში შესვლით, ხან რაღაცა სხვა განცხადებები და სხვა ქმედებებით. ისიც უნდა ითქვას, რომ მაგალითად სულ ბოლო განცხადებას მაგალითად მესამე პრეზიდენტის არ იყო კარგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თურმე რაღაცა გაყიდულები თუ რაღაცა იყო. ხო, კიდევ ახალი პოსტი. ხო, როგორც ჩანს თვითონვე მიხვდა, რომ ეს არ იყო სწორი განცხადება, თვითონვე დაწერა, ასაც მივესალმებით, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ხა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორის უნდა იყოს, რომ აი ეს კოორდინაცია და ეს ორგანიზებულობა მოვიყვანოთ სისრულეში. ყოველი ესეთი გადაწყვეტილება ივანიშვილის რომ აკრძალვა, დაშინება, ციხეში ჩასმა, აი აქეთკენ უნდა გვიბიძგებდეს და გვიბიძგებთ. ჩვენ ამაზე მუშაობთ. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. გუშინაც იყო შეხვედრები, დღესაც იქნება, ხვალაც იქნება. შეხვედრები არა რაღაც პოლიტიკურ აქტორებს შორის მხოლოდ და აუცილებლად, არამედ ყველა იმ აქტივისტ და აქტორ შორის, რომელიც ჩართულია საპროტესტო მოძრაობაში. ესეც უნდა ითქვას, რომ ვინც საპროტესტო მოძრაობაში ჩართული არ არის, იმასთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ, არ ვიცი, იმიტომ რომ თავარი პოლიტიკური პროცესი. აი, ლელო იგულისხმება იმ პოლიტიკურ პარტიებს თუ ძალებს შორის, ვისაც ყველა იგულისხმება, ვინც გაიაზრებს და გადაწყვეტს იმას, რომ აი ამ პროტესტის შენარჩუნება და გაძლიერება რუსთაველის გამზირზე, სახალხო წინააღმდეგობის შენარჩუნება და გაძლიერება და საერთო საგარეო ფრონტზე, საერთო ენით და ერთის ლაპარაკი არის მნიშვნელოვანი. ლელოს მე მგონი ამ ხრივ პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ის პროტესტ გამოთიშულია რეალურად და თვითონვე რაღაც ფიზიკურად არიან იქ და მათ შორის ამ საკრებულოებში შესვლას და მათი ეს გადაწყვეტილება ბოლოს მუნიციპალური არჩევნებიდან დაწყებული არის ძალიან პრობლემური და შეუთავსებელი ამ ყველაფერთან. ოღონდ რა თქმა უნდა, ეხა არავის რა კარის ჩაკეტვა კი არა, პიგი ჩვენ ბედნიერი ვიქნებით თუ ლელოც და ნებისმიერი სხვა აქტორის მიხვდება, რომ ეს არის მთავარი გზა და მთავარი პოლიტიკური პროცესი. აი რა მეტელი ხაზი არის აქ, რომ აი მაგალითად ლელოს საკრებულოებიდან თუ არ გამოვა, ისე მათთან გაერთიანება ვერ მოხერხდება. შეუთავსებელი არის ერთმანეთთან ქუჩის პროტესტის და აი ამ პრინციპული წინააღმდეგობის რეჟიმში ყოფნა ივანიშვილის რეჟიმთან და მეორეს მხრივ რაღაცა ასე ვთქვათ საკრებულოში რაღაცა სიმულაციის შექმნა, რომ იქ რაღაცა დემოკრატიული პროცესი მიდის, ანუ შეუთავსებელია, რამე აკვიეტება კი არა გვაქვს ჩვენ ან ვინმეს. ხო, ხალხიც არ მივიდა ამ არჩევნებზე, ხო გამოჩნდა რა, აი მე ხო რაღაცა იმის ჩემი პარტიის სახელით არ ვლაპარაკობ, მხოლოდ ამ ოპოზიციური ამორჩევის 82% არ მივიდა ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ ასე გძნობს ყველა, რომ ეს არის სწორი და კარგი იქნება რომ მათაც ეს იგრძნონ. პარტია ლელომ ეს შეხედოს და დაინახოს და არც რამე აღიარება გვჭირდება, ასამე მონანიება გვჭირდება. იქ ლელოშის და ბევრ სხვა პარტიაში მეგობრებიც ყავს და ძალიან კარგად ერთმანეთთან. მონანიება თუ დაიწყეთ, ეხა ყველა სიმდენი გავს. არა, სპეციალურად მაგას ვსვამ, შეთანხმება არის საჭირო. ხო, ძალიან სწრაფად და არ გამოვა ერთმანეთს, როგორც ზეთი და წყალი არ შეერევა ერთმანეთს, ისე საკრებულოებში რაღაცა სიმულაციურ პროცესებში მონაწილეობა და რუსთაველის გამზირზე ნამდვილ წინააღმდეგობაში და პროტესტში მონაწილეობა ერთმანეთთან არ გამოდის, არ გამოვა და ეს თვითონ უნდა გაიაზრონ და ჩვენ მივესალმებით და დავეხმარებით ყველას თუ რაღაცა ჭირდება ამ ყველაფერში ინტეგრაცია თუ რაღაც რომ ეს მოხდეს და შედგეს. ამიტომ ეს არის გამოსავალი, ამაზე ვმუშაობ და ეს აუცილებლად მოხდება. ეს შემიძლია დავარწმუნო ყველა, ვინც რაღაც გვისმენს და ვისაც ეს პროცესი აინტერესებს. დიდი მადლობა.